Am წუთას დაახლოებით 3 წუთის წინ ზუსტად დასრულდა უმრავლესობასთან შეხვედრა ოპოზიციის 6-ეულისა. ოპოზიციამ მოითხოვა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრა იმ საკითხებზე სასაუბროთ, რაც ძალიან დიდი ხნის წინ ცნობილი იყო. 4 მოთხოვნა, რომელიც აი ასეთ განცხადებაში ჩამოაყალიბა ოპოზიციამ და ნინო ბურჯანაძეს წარუდგინა. ბურჯანაძის გარდა, ჩემს გვერდით ამ წუთას იმყოფება ბატონი დავით ბერძენიშვილი, რომელიც ერთ-ერთი იყო იმ 6-ეულიდან, რომელიც ნინო ბურჯანაძეს პირადად ესაუბრა. ნინო ბურჯანაძის გარდა ამ შეხვედრას ბატონ დათო მე რამდენადაც ვიცი ესწრებოდა ქალბატონი მაია ნადირაძე, ასევე გიგა ბოკერია და მიხეილ მაჭავარიანი. რა შედეგით გამოხვედით თქვენ ამ შეხვედრიდან? ჩვენ მივედით პარლამენტის თავმჯდომარესთან სახელმწიფოში დამდევნოს მეორე პირთან. ჩვენი მოთხოვნების ადრესატები იყვნენ პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე. ამიტომ ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებდა ვისთან ერთად დაგვხვდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე. ჩვენ ვლაპარაკობდით არა საპარლამენტო უმრავლესობა უმცირესობის ოპოზიციის ფორმატში, არამედ პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ ეროვნული საბჭოს სახელით მივედით ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ ეპიცენტრში რუსთაველის გამზირზე მდგარი 100,000 ადამიანის სახელით. 4 მოთხოვნით რა მიიღეთ პასუხად ბანდათ? ჩვენ მათ გადავეცით ეს მოთხოვნები, გადავეცით ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს და ჩვენ ველით პრეზიდენტისაგან პასუხს. მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადეკვატური და ახალ შექმნილ ვითარებაში, ახალ რეალობაში, როგორც ჩანს, მათ ამდენი ხალხის რუსთაველზე გამოსვლა ჭირდებოდათ, მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება. მოთხოვნები არის იმდენად მინიმალური, რომ არჩევნები დაინიშნოს კანონიერ კონსტიტუციურ ვადებში, ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობით და ადმინისტრაციით, სრულიად გაუგებარი იქნება, თუ ამ მოთხოვნებს ისინი არ დააკმაყოფილებენ. ეს მათი გადასაწყვეტია, პრაქტიკულად მათ ხელშია ეხლა გადაწყვეტილების მიღება. ეს არის უპირველეს ყოვლისა სააკაშვილის გადასაწყვეტი. მე უსურვებდი მიხეილ სააკაშვილს არ დარჩეს ხელისუფლების ყველაზე უფრო დესტრუქციული ჯგუფის მძევლად. იმ შემთხვევაში თუ თქვენი მოთხოვნა ადამიანის საპარლამენტო არჩევნების დანიშნვასთან დაკავშირებით არ იქნება გათვალისწინებული მიხეილ სააკაშვილისგან. ამ შემთხვევაში სანამდე გაგრძელდება აქცია. ჩვენი მოთხოვნა არის მორიგი არჩევნები კონსტიტუციურ ვადებში. პარლამენტი არჩეულია 4 წლით და ადრე გაზაფხულზე გადის ვადა. და ჩვენი მოთხოვნა არის ნორმალური ადმინისტრაცია და საარჩევნო კანონმდებლობა. მე უსურვებდი საქართველოს პრეზიდენტს იყოს ადეკვატური და მე მჯერა, რომ ამის რესურსი არსებობს, იმიტომ რომ ის ხალხი, ვისი მანდატითაც ჩვენ ვლაპარაკობთ, აი ამ მინიმალისტური მოთხოვნებით ვლაპარაკობთ, გაცილებით უფრო გაბრაზებულია, ვიდრე პოლიტიკური ოპოზიცია გადასცემს ამ მოთხოვნებს. ჩვენ პრაქტიკულად გავხდით შუამავალი ჩვენ საზოგადოებას, ჩვენი ამომრჩევლების მოსახლეობის დიდ უმრავლესობასა და ხელისუფლებას შორის. ჩვენ ვასრულებთ ამ ფუნქციას, რათა მოხდეს კომპრომისი, თორე ხალხის მოთხოვნა ისმენთ მიტინგებზე, როგორი არის და რეაგირება როგორი არის რომელ ლოზუნგებზე. ჩვენ ვითხოვთ არჩევნებს კონსტიტუციურ ვადებში ნორმალური კანონმდებლობით. რაც უფრო დიდ ხანს დააყოვნებს პასუხს პრეზიდენტი, მით უფრო ძიმედ დაამთავრებს ის საქმეს. მე მაინც მაქვს იმედი, სურვილი, მცდელობა, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს ადეკვატური და საქართველოს პრეზიდენტი არ იყოს არამკითხე რაღაცა გარემოცვის მძევალი, იმიტომ რომ საქართველოს პრეზიდენტი არის ქვეყნის პრეზიდენტი და საქართველოს პრეზიდენტის პარტიის და ფრაქციის ხელმძღვანელობა არის ზიზღის ჩემპიონები ქვეყანაში. ყველა გამოკითხვით. მათ თუ დაუჯერებს, ჩაყვება მათ პოლიტიკურ სამარაში. ჩვენ ეს არ გვინდა. ჩვენ გვინდა არჩევნები. ჩვენ გვინდა გაცილებით მაღალი კლასის ჩვენება ამ ნოემბერში, ვიდრე იყო 4 წლის წინ. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლების ერთბაშად შეცვლა. ჩვენ გვსურს შევცვალოთ ხელისუფლება არჩევნებით კანონიერ ვადებში. საფოთო შეიძლება ბატონ დავითს რომ გითხოთ, როდის არის ბოლო ვადა, როდის ელიან პრეზიდენტისაგან პასუხს? როდის არის ბოლო ვადა, ისი სოფიო შენი ხმა ცუდად ისმის? როდის ელოდებიან პრეზიდენტისაგან პასუხს? ბოლო ვადა როდის არის? პრეზიდენტისაგან ბოლო პასუხს მე რამდენადაც ვიცი, ჯერჯერობით ვადა არ არის დათქმული, როდის ელოდებიან, მაშინვე როგორც კი პრეზიდენტისგან პასუხს მიიღებენ, იქნება მათი გადაწყვეტილებაც მიღებული. მე ამ წუთებში შემიძლია ჩემს უკან შემოგთავაზოთ ჟურნალისტების კორპუსი, რომლებიც ელოდებიან ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს, პარლამენტის სპიკერს, რომელიც ამ წუთებში პრესასთან განცხადების გაკეთებას აპირებს. რაც შეეხება თვითონ უმრავლესობის პოზიციას, დილიდან ეს პოზიცია იყო ძალიან მკვეთრი, ისინი ამბობდნენ, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები
არ დაინიშნება, ვინაიდან ეს საჭიროებს კონსტიტუციის ცვლილებას, ეს კონსტიტუციის ცვლილება კი პარლამენტის მიერ უკვე დამტკიცებულია. ასეთი მკვეთრი იყო მათი განცხადებები დილიდან. ოპოზიციაც ითხოვდა ნინო ბურჯანაძესთან შეხვედრას და არა უმრავლესობის სხვა წევრებთან. ნინო ბურჯანაძე საკუთარ პოზიციას რამდენიმე წუთში იტყვის და მძერის მაყურებელი მას პირველი ნახავს ეთერში. სოფო, დაახლოებით 7 საათისათვის დაიწყო ოპოზიციური 6-ეული შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან, რასაც ხადებდნენ უმრავლესობის წევრები ამ შეხვედრის დაწყებამდე. ცუდად ისმის ირაკლი შენი რა ხდებოდა? ოპოზიციური 6-ეულის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის დაწყებამდე, რასაც ხადებდნენ უმრავლესობის წევრები. რა განცხადებები კეთდებოდა? ალბათ მე შენი კითხვა კარგად არ მესმის, აქ არის ძალიან ჩახშულია ფაქტობრივად სიგნალი. განცხადებები კეთდებოდა უმრავლესობის მხრიდან, ძირითადად ისინი ამბობდნენ, რომ ეს მიტინგი, რომელიც სტარდება პარლამენტის შენობის წინ, არის ლეგიტიმური, ვინაიდან ის სტარდება დემოკრატიული ქვეყნის უფლებების, ხალხის უფლებების გათვალისწინებით, ყველას უნდა კონდეს ამ ქვეყანაში მანიფესტაციის ჩატარებისა და აზრის გამოთქმის უფლება. ეს იყო უმრავლესობის პასუხი. რაც შეეხება მოთხოვნებს, ისინი ამბობდნენ, რომ ულტიმატუმი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყველა დათმობაზე უნდა წავიდეთ. აი, მე ვხედავ ეხლა, რომ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს სულ რამდენიმე წუთში ელოდებიან. ის აქ პრესისთვის განცხადებას აკეთებს. ეს არის ბოლო ინფორმაცია, რომელიც მე ამ წუთას შემიძლია მოგაწოდოთ. რაც შეეხება იმ 5 ეულს, დანარჩენ 5 ეულს, რომელიც აქ იმყოფებოდა, მათი პოზიციაც არის მკვეთრი. აი, ქალბატონ ნინო, მე შემიძლია ოპერატორს ხოვო, იქნებ პირდაპირ ეთერშიც გაჩვენოთ ეს ყველაფერი. ეს წამი გაიწიეთ. ქალბატონ ნინო, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, თუ შეიძლება. თქვენი პოზიცია დათო ბერძენიშვილმა უკვე ჩამოაყალიბა მძერის მაყურებელთან თავისი პოზიცია და იქნებ გითხრათ პრეზიდენტისგან რა ვადებში ელით ამ პასუხს? პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიალოგისათვის ყოველთვის მზად ვიყავით და დიალოგის პროცესი არ შეწყვეტილა და დარწმუნებული ვარ, რომ კვლავაც გაგრძელდება. თუმცა დღეს გარკვეულწილად სიურპრიზი იყო ის, რომ ჩვენ მოვისმინეთ, რომ ადამიანები არ მოსულან ჩვენი აზრის გასაგებად, მათ აინტერესებდათ კონკრეტულად, რომ ჩვენ პრეზიდენტისათვის გადაგვეცა მათი მოსაზრება და პრეზიდენტის აზრი მოესმინათ მათ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერი მოქალაქის აზრს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ არც ერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს საკუთარ ქვეყანას პატივს ცემს, გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე. გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტილების განხილვისათვის ერთადერთი სწორი გზა არის დიალოგი და არა ულტიმატუმი, ან თუნდაც მრავალრიცხოვანი მიტინგი. რაც შეეხება პოზიციას, მე ვფიქრობ, რომ პოზიციები ჩვენ საკმაოდ ნათლად დავაფიქსირეთ, თუმცა რატომღაც ითქვა, რომ ნათლად არ იყო ეს პოზიცია დაფიქსირებული. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორია, რომ არჩევნები ჩატარდეს დათქმულ დროს, ანუ შემოდგომაზე, რომლის ვადასაც ჩვენ აუცილებლად ბუნებრივია წინასწარ გამოვაცხადებთ. არჩევნები გარწმუნებთ ჩატარდება ქვეყანაში დემოკრატიულად, სამართლიანად და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი გამოხატოს ამ არჩევნებში და თავისი ხმით და თავისი არჩევანით მოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც მისთვის იმ პერიოდისათვის, ანუ შემოდგომისათვის იქნება მისაღები. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია, ეს არის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მე კიდევ ერთხელ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადამამოწმე და შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, თუ ოპოზიციას ნამდვილად სურს დიალოგი, ჩვენ ეს დიალოგი დაწყებული გვაქვს და მზად ვართ, რომ ეს დიალოგი გავაგრძელოთ. ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო წინადადებები, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვიხილავდით და ამ წინადადებების განხილვისათვის ჩვენ ნამდვილად მზად ვართ. თუ ბუნებრივია ამის სურვილი იქნება. თუ სურვილი არ იქნება, ჩვენ მაინც შევეცდებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იქნება სწორი ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ხალხისათვის, იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურ, სამართლიან, დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარდეს. ქალბატონინო, პრეზიდენტის პოზიცია თუ უკვე ცნობილია და აქციები ქალბატონინო, პრეზიდენტის პოზიცია უკვე ცნობილია. კიდე ერთი შეკითხვა, რას ფიქრობთ თქვენ ამ მრავალრიცხოვან აქციებზე და რას ფიქრობს პრეზიდენტი თუ არის თუნდაც ცნობილი ამ მიტინგებთან დაკავშირებით? რაც შეეხება აქციებს, ბუნებრივია საქართველოში არის ადამიანთა ნაწილი და არც თუ ცოტა, რომელსაც ბუნებრივია ბევრი პრობლემა აქვს სამწუხაროდ, რომელსაც ბევრი რამ აწუხებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არ მოხდეს ამ ადამიანების, გულწრფელი ადამიანების
წუხილების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ამგონია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის დღეს ნომერ პირველი პრობლემა იყოს არჩევნები ჩატარდება აპრილში თუ არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე. ადამიანებისთვის მთავარი გახლავთ ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ არჩევანის უფლება აქვთ და ეს უფლება მათ აქვთ და ამ უფლების რეალიზებას ისინი მოახდენენ მაშინ, როდესაც კონსტიტუციურად ეს არის განსაზღვრული ანუ შემოდგომაზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე მოგახსენეთ, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული იყო და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. ულტიმატუმი არის იმ შემთხვევაში, თუ გეუბნებიან, რომ 4 საკითხიდან ან 4-ვე უნდა მიიღო, ან მაშინ საუბარს აზრი არ აქვს. თუ ეს 100 არ იქნება, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ დიალოგი არ შეგვიწყვეტია და ამ დიალოგს გავაკეთებთ. პრეზიდენტის პოზიცია უკვე ცნობილია. მან თქვა უარი ამ ულტიმატუმის შესრულებაზე. როგორ უნდა გაგრძელდეს აქციები? ისინი ამბობენ, რომ არ დაიშლება. აქციები ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში არ დაიშლება. აქციასთან დაკავშირებით მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე მგონი ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანებს ქონოდათ თავიანთი აზრის ნორმალურად, დემოკრატიულად გამოხატვის შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და ადამიანმა თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლების გამოყენება შეძლოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასევე დასრულდეს ეს აქცია დემოკრატიულად, სამართლებრივად და მე კიდევ ერთხელ ვახსენებ თითოეულ ადამიანს თავიანთ წილ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს. ქვეყნის სტაბილურობა არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის. დიდი მადლობა. აი ესეთი იყო ქალბატონი ნინო ბურჯანაძის პოზიცია, მან პირველი კომენტარი გააკეთა შეხვედრის შემდეგ. ასე ვითარდება მოვლენები საკანონმდებლო ორგანოში, რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ჩემი ინფორმაციით ამ წუთას ისევ აქციაზე აპირებენ დაბრუნებას და თქვენ მოისმინეთ მათი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქცია მანამ არ დაიშლება, ვიდრე ისინი არ შეიტყობენ პრეზიდენტის პასუხს. პრეზიდენტის პასუხი მზერის მაყურებელმა უკვე იცის, ყვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს უმრავლესობა არ გაითვალისწინებს და იგი ჩატარდება 2008 წლის შემოდგომაზე. პარლამენტის თავმჯდომარესთან მოლაპარაკება დასრულებულია, შედეგი კი ჯერჯერობით ბოლომდე არაა გარკვეული. ოპოზიცია პრეზიდენტის პასუხის მოლოდინში არ უსთაველზე კი გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. მიტინგი არ დაიშლება, მოთხოვნები კი უცვლელი რჩება: კონსტიტუციის შეცვლა, არჩევნების გაზაფხულზე ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური ძალებიდან აქციას პირდაპირ უარი მხოლოდ მემარჯვენეებმა უთხრეს. მრეწველები აქციაზე მივიდნენ, თუმცა განაცხადეს, რომ ისინი არა გაერთიანებულ ოპოზიციასთან, არამედ ხალხის გვერდში დადგნენ. პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ნათია ტრაბაიძე საუბრობს. ნათია, რა რეაქცია მოყვა ხალხის, როდესაც გამოვიდნენ ოპოზიციის ლიდერები და თქვეს, რომ ჯერჯერობით გარკვეული არ არის პოზიციები, უბრალესობის მხრიდან ისინი პრეზიდენტის პასუხს ელიან. ჯერჯერობით ოპოზიციის ის 6-ეული, რომელიც ნინო ბურჯანაძესთან იყო შეხვედრაზე, ხალხთან არ გამოსულა, ისინი აქციაზე ჯერჯერობით არ გამოსულან და დიალოგის შედეგები, რომელიც არ არის მიღწეული პარლამენტის თავმჯდომარესთან, ხალხისთვის არ უცნობებიათ. სულ რამდენიმე წუთის წინ აქციის წამყვანმა, ეს არის ჯონდი ბაღათურია, განაცხადა ხალხს უთხრა, რომ ოპოზიციის 6-ეული რამდენიმე წუთში გამოვა და ისინი გაიგებენ ნინო ბურჯანაძის პასუხს. რაც შეეხება ხალხის მოლოდინს, ჩვენ ვესაუბრეთ ხალხს, ვიდრე გახდებოდა ცნობილი ოპოზიციისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის დასრულების შესახებ. მათი პოზიცია არის ამ საკითხთან დაკავშირებით ორგვარი. ნაწილს სჯერა, რომ დიალოგის შედეგს გამოიღებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არის უბრალოდ დროის ფუჭი გარბა. შედეგს გამოიღებს დადებიც, ვინაიდან ხალხი უკვე უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული, რომ ხელისუფლებას აღარ ენდობა და ურჩევს, რომ ხალხთან დაიწყოს დიალოგი და წავიდეს ესე თავის დროზე ესე საგაზაფხულო პერიოდში არჩევნები დაინიშნოს და ამის მეშვეობით გააგრძელოს ქვეყანამ ფუნქციონირება და ალბათ დათანხმდება, მე ასე მგონია. აბსოლუტურად არ მაქვს არანაირი იმედი, რომ ხელისუფლება რაღაცა კომპრომისი ხომ ლაპარაკი ზედმეტია. აბსოლუტურად ლაპარაკი ზედმეტია იმაზე, რომ რაღაცა ეს არის უბრალოდ აი არ ვიცი, არც კი ვიცი რა სიტყვა დავარქვა. არავითარ შედეგს არ გამოიღებს ხელისუფლება შედეგს. არ წავა დიალოგზე, იმიტომ რომ მაგათი დამარცხება დიალოგი მაგათთვის. ისე უნდა წავიდეს, საოცრად თუ საღიაზრონება აქვს პრეზიდენტსა და პარლამენტის წარმომადგენლებსაც უნდა წავიდეს ეს დიალოგი. ხედავს ამდენი ხალხი, წავღაა ხალხი, ამაზე მეტი ხალხი სათავე უნდა მოვიდეს.
აი ასეთია ხალხის ნაწილის პოზიცია, მათ საერთოდ არ ჯეროდათ რომ უმრავლესობა წავიდოდა ოპოზიციასთან დიალოგზე, თუმცა როგორც მზერის მაყურებელმა შეიტყო, დიალოგი დიდი ხნის დაწყებული იყო, დღესაც გაგრძელდა და უმრავლესობა მზად არის რომ მომავალშიც გააგრძელოს ოპოზიციასთან დიალოგი. რაც შეეხება აქციას, თქვენ ალბათ გესმით რომ ახლა აქციაზე არის ისმის ისევ სიმღერის ხმა, ხალხი ჯერჯერობით არაპირებს დაშლას მიუხედავად იმისა, რომ მათმა ნაწილმა უკვე გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსთაველის გამზირის ტერიტორია. დღეს დილიდან საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო რუსთაველის გამზირზე მოსული. ზოგიერთ მათგანს ჰქონდათ ოპოზიციის ლიდერებისგან განსხვავებული პოზიცია მოთხოვნებთან დაკავშირებით, ძირითადად ისინი სოციალურ მოთხოვნებს აყენებდნენ. მუშავრობის საკითხი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ახლა უკვე აქციის წევრები და ოპოზიციის ლიდერები, რომლებიც არიან ხალხთან დარჩენილები, ელოდებიან იმ ექვსეულს, რომლებიც იყვნენ ნინო ბურჯანაძესა შეხვედრაზე, რადგან გაიგონ მათი პოზიცია დიალოგთან დაკავშირებით და შემდეგ გადაწყვეტენ უკვე სამომავლო სამოქმედო. ნათია დაველოდები ჩვენთან ერთად მოვლენების განვითარებას პირდაპირ ეთერში ნათია ტრაპაიძე საუბრობდა. ხელჩართული ჩხუბი მოხდა აქციის დროს მოძრაობა ერთიანი საქართველოს ახალგაზრდული ფრთის ლიდერები დაცვის კორდონის გარღვევას და საკანონმდებლო ორგანოს დაცულ ტერიტორიაზე შესვლა შეეცადნენ. საქმეში მოგვიანებით ოპოზიციის ლიდერები ბეჟან გუნავა და კახა გოგავა ჩაერთნენ, რომლებმაც სიტუაციის განმუხტვა შესძლეს. სიტუაცია დაძაბული იყო კონფლიქტების სამინისტროსთანაც ოპოზიციის ახალგაზრდული მოძრაობის წევრები შენობაზე გამოკიდებული ბადრი პადარკაციშვილის კარიკატურის ჩამოხსნას ითხოვდნენ. დეტალები გოდერძის შარაშიას რეპორტაჟში. საპროტესტო აქცია ტექნიკური ხარვეზების გამო ცოტა დაგვიანებით დაიწყო, მაგრამ ხალხმრავალი აღმოჩნდა. გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოსახლეობას მოთხოვნები დილიდან კიდევ ერთხელ შეახსენა. ოპოზიციის ლიდერები მთელი დღის განმავლობაში ტრიბუნიდან არ ჩამოსულან. დღევანდელი დღე თქვენი ხელებით, თქვენი სულით, თქვენი გულით, თქვენი სილამაზით და თქვენი ვაჟკაცობით უნდა შევიდა საქართველოს ისტორიაში გამარჯვების დღეს და მტრედობით აღწევენ დილიდან თავზე. ჩვენ შევიკრიბენით ისეთი სახელმწიფოს ამშენებლობისთვის, სადაც უმთავრესი პრიორიტეტი, უმთავრესი მიზანი იქნება ადამიანი. თითეული თქვენთაგანი ჩვენან გავიმარჯვებთ, ან დამოარსებით და ჩვენთან ერთად დამარცხდება საქართველოს მომავალი, მაგრამ ნუ იყოფინ დამარცხება, რადგან ჩვენ უკვე დღეს გავიმარჯვეთ. გრძნობთ, როგორ დადის ერთმანეთის ძარღვებში სიცხლი. გრძნობთ, როგორი სითბო გამოდის გვერდით გომიდან. გრძნობთ, როგორ ერთიანები ვართ საქართველოს პატრონობაში. აი ეს ძალა გაიმარჯვებს, აი ეს ძალა ბოლოში, აი ეს ძალა გადაარჩენს საქართველოს. საპროტესტო აქციას მთელი დღის განმავლობაში უერთდებოდა მოსახლეობა რეგიონებიდან, სტუდენტების სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებიდან. სვანების სოლიდური რაოდენობა გამოჩნდა რუსთაველის განცდით. სვანები შეუგროვდით, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულის ტკივილი, შეუერთეთ საქართველოს ეროვნულ მოძრაობას, როგორც ყოველთვის მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოში სვანეთი იდგა ყოველთვის ადარაჯოზე და ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას. დაინიშნოს არჩევნები იმ ვადაში, რომელ ვადაშიც იყო ძველი კონსტიტუციით. დაინიშნოს გაზაფხულზე, აპრილში დაინიშნოს, აირჩევს ხალხი სააკაშვილს. პარლამენტს აირჩევს იყო. თუ არ აირჩევს და გაგუშვას ვერ. საპროტესტო აქციაზე პირველი ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ახალგაზრდა აქტივისტებმა პარლამენტის შენობაში შეჭრას სცადეს. დაცვასა და ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება საქმეში ოპოზიციის ლიდერების ჩარევის შემდეგ დასრულდა. მე დიდი იმედი მაქვს, რომ არავითარ პროვოკაციას არ ექნება ადგილი და ახალგაზრდებო, ჩამოდით, შეუერთდით ხალხს. ჩვენი ჩამოდით და ხალხს შეუერთდით. პატარკაციშვილის კარიკატურა აქციის მონაწილეებს დილიდან დახვდათ, მაგრამ მისი ჩამოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ დღის მეორე ნახევარში გახდა შესაძლებელი. პლაკატი ავთო კაკაშვილმა ჩამოხსნა, თუმცა ის იქვე კრიმინალურმა პოლიციამ დააკავა და პლაკატის უკან დაბრუნება უბრძანა. მოგვიანებით კაკაშვილი პოლიციამ გაათავისუფლა. მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს და მივმართავ ნაციონალური მოძრაობის ამ პატარა ხულიგნებს. იქ ვინც ჩამოხსნა პლაკატი, ის ორი ახალგაზრდა არის დაკავებული. და თუ არ ვწდები, ფიზიკური შევაწყობას მიაყენებდა.
გამოუშვან სასტრაფო, სანამ დავძრუვართ იმ მიმართულებით. გამოუშვან მყისიერად. დაამთავრენ ამით ყველაფერი. დააკავეს ორი ადამიანი, რომელსაც არ უნდოდა რომ ყოფილიყო მარიონეტი. ეს იყო დაცინვა ჩვენს მიმართ და მე ვფიქრობ, რომ ყველა მთელი საქართველოს დღეს ჩვენთან ერთადაა ვიღაცას არა გადაწყვეტილი რომ ჩამოვიდეს და ისინი დარწმუნდებიან რომ ჩვენ მართლა ბევრი ვარ და ჩვენო ვართ ხალხი. პლაკატის ჩამოხსნის ისტორია რამდენიმე წუთში ქვების როლაში გადაიზარდა. აქციიდან გასროლილი ქვა ერთ-ერთი არხის ოპერატორის თავში მოხდა. ოთხი საათისთვის ოპოზიციამ ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვნების შესრულების ვადა 6 საათამდე მისცა. დელეგაციაში, რომელიც ხელისუფლებას და მოლაპარაკებაზე წავიდა, სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, კახა კუკავა, თინა ხიდაშელი და კოკა გუნცაძე აღმოჩნდნენ. ხუთკაციანმა დელეგაციამ მოლაპარაკებაზე 4 ძირითადი მოთხოვნა წაიღო. ჩვენ ახლა გამოვყოთ ჯგუფს, რომელიც სავა. ჩვენ ვაძლევთ 6 საათამდე დროს, სამად, ჩვენი სახელით 6 საათამდე. ჩვენ უნდა გავიგოთ პასუხი, რას აპირებენ ეს უკეთურები, რას აპირებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ეხლა ჩვენ ვტოვებთ ამ ადგილს 6-მდე, 6-ის მერე დაბრუნდებიან სალომე ზურაბიშვილი, ლევან გაჩიჩილაძე, კახა კუკავა, თინა ხიდაშელი, კოკა გუნცაძე და ჩვენ 6 საათზე ყველანი ერთად პასუხს ველოდებით. ხი გადაწყვიტავს როგორ გავაგრძელოთ შემდგომი ურთიერთობა ხელისუფლებასთან. გეუბნებით ხალხთან და გადავწყვიტავთ. საპროტესტო აქციას დღეს პატრულის რამდენიმე ასეული თანამშრომელი იცავდა. მობილიზებული იყო სასტრაფო და სახანძრო მანქანები. აქციაზე დღეს ბოლომდე გაუგებარი დარჩა ერთი დეტალი. ვინ დაარიგა ბუკლეტი ბადრი პატარკაციშვილის გამოსახულებით და ავტოგრაფით, სადაც ბიზნესმენი ხალხს გაერთიანებისა და ხელისუფლების კანონიერი გზით შეცვლისკენ მოუწოდებდა. ხელისუფლებასთან ბრძოლას პოლიტიკური მეთოდებით უგეგმავდა ჩვენ მათ არჩევნებით შევცვლით ამ მოწოდების შემცველი ბუკლეტების დარიგების შემდეგ ლონდონიდან დაბრუნებული ბადრი პატარკაციშვილი დღის ბოლოს რუსთაველზე მიმდინარე მიტინგზე გამოჩნდა. პირველი კომენტარი ბიზნესმენმა დილით ლონდონიდან დაბრუნებისთანავე გააკეთა. კეთილი იყოს მისი მობრძანება პოლიტიკაში, ასე გამოიხმაურა რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბადრი პატარკაჩვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ერთიანი სახალხო მოძრაობის დაფინანსებაზე მიღებული გადაწყვეტილებისა და საპროტესტო მიტინგზე გამოჩენის შემდეგ ოპოზიცია ოლიგარქს რიგებში ელოდება. თამდასანიგზე თემის დეტალებით თამთა გისმენთ. ბადრი პატარკაციშვილი ლონდონიდან თბილისში დღეს დილით ჩამოვიდა. საქართველოში დაბრუნებულ ბიზნესმენს არ დაუმალავს, რომ ის სპეციალურად აქციაში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. ბიზნესმენის დღევანდელი საქციელი თბილისში თითქმის არავის გაკურვებია. ბადრი პატარკაციშვილი რუსთაველის გამზირზე დღის 6 საათზე გამოჩნდა. მე მინდა ვიყო საკუთარი ქვეყნის რიგითი ჯარისკაცი. განაცხადა ბიზნესმენმა სიტყვით გამოსვლისას და საჯაროდ დააფიქსირა, რომ მხარს არჩევნების საკონსტიტუციო ვადაში ჩატარებას უჭერს. ჩვენ დღეს ყველა ვინც ვართ, შეწუხებული ვართ იმით, რაც ქვეყანაში ხდება. ძალიან გთხოვთ კიდევ ერთხელ დავამტკიცოთ ჩვენი სიბრძნე და მაქსიმალურად ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რაცა ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე და ჩვენ პოლიტიკური იმ გზით, რომელიც ჩვენ დიდი ხანია დავგეგმეთ, მივახციოთ იმას, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც ხალხის ხელისუფლება იქნება. მე მინდოდა თქვენთვის თვალებში ჩამეხედა და მეთქვა, ხალხო, თუ კი ბადრი პატარკაციშვილს აქვს რაიმე ამბიცია, ეს არის ამბიცია იყოს ამ ქვეყნის ერთ-ერთი ქართველი, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც ამ ქვეყანაში რეალურად გავწყინებულ, აღორძინებულ, გაერთიანებულ საქართველოს ააშენებს. სიტყვით გამოსვლამდე პირველი ღია განცხადება ლონდონიდან დღევანდელი აქციისთვის ჩამოსულმა ბიზნესმენმა აეროპორტშივე გააკეთა. ამ დროს პატარკაციშვილს მიტინგზე მისვლა ჯერ გადაწყვეტილი არ ჰქონდა. საკუთარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ოლიგარქმა გაერთიანებული ოპოზიციის აქციას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. მინდა რომ ყველაფერი მშვიდობიანად იყოს, მაქსიმალურად მზად ვარ ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ არ გამოვიდეს კონსტიტუციური ფარგლებიდან
ჩვენ ყველას უნდა დავანახოთ, რომ ვართ ნამდვილად ბრძენი ხალხი იმ ფასეულობებს, რომლებიც ჩვენ დავგეგმეთ, რომ აუცილებლად მივახციოთ, ეს არის დასავლური ფასეულობები. არავითარ შემთხვევაში არ უღალატებთ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თუ არ მოგწონს ხელისუფლება, ვებრძოლოთ მათ პოლიტიკურად, გამართოთ არჩევნები და მოიგოს შემდეგ არჩევნებზე, ვინც უფრო ღირსეულია და ვისაც ხალხი აირჩევს. თითქმის იდენტური შინაარსის განცხადებები რამდენიმე წუთში ადრესატებმაც მიიღეს. ბუკლეტი ბიზნესმენის სურათით აქციის თითქმის ყველა მონაწილეს დაურიგდა. ქვეყნისთვის რთული, მაგრამ ისტორიული პროცესი. ასე შეაფასა მიმართვაში პატარკაციშვილმა დღევანდელი მოვლენები. ნებისმიერ ქართველს უფლება აქვს, რაც უნდა ის გააკეთოს და როგორც უნდა იმ ორგანიზაციას დაუჭიროს ხარი. ეს არის ადამიანის უფლება. ბუკლეტი მისაწერილი არ არის, ბუკლეტი წამგეის მოგონილია. არ ჩანს მაგის კაცად და ჩამოდისulis დღიდანვე არ გაუკეთებია ემასეთ. კეთილი იყოს ისი მობრძანება. უმრავლესობა პატარკაციშვილს ახალი კარიერის ღიად დაწყებას ულოცავს. ბიზნესმენის აქციაზე გამოჩენა და განცხადებები მმართველ პარტიას არ უკვირს. ხელისუფლება ფიქრობს, რომ ოლიგარქმა დიდი ხნის სურვილი უბრალოდ საჯაროდ გაახმაურა. კარგია ყველაფერში ის არის, რომ პატარკაციშვილს როგორც ყველა სხვა შეეგუოს იმას და როგორც ჩანს ეგუებიან, რომ იგივე როლი რაღაც ბუჩქებს უკნიდან ოლიგარქის, რომელიც მარიონეტებით დამალული მართავს ქვეყნის მთავრობას და არის მთავარი კაცი ქვეყანაში და კანონს ზემოთ, ამას უნდა შეგვიგვანო, რომ ეს არ გამოვა, უნდა მოიგონ არჩევნები, ხო? და თუ გამოდის ღია პოლიტიკურ ბრძოლაში, აქციაზეც უნდა მოვიდეს ბატონი ბადრი და აბა რა უნახნას. ის მაინც შინაგანად ვარს ამბობს, რომ უშუალო მუშა ლიდერი იყოს ქუჩაში, მას უნდა პოლიტიკური მუშაობა და პირდაპირ აცხადებს, რომ ამ მუშაობას შეასრულეს ფულით, ირიბად, ტელევიზიის საშუალებით, მასმედიის საშუალებით, ადამიანების დაქირავების საშუალებით. მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატვა ასე უფასებენ აქციის ორგანიზატორები ახლად შეძენილ მხარდამჭერს დღევანდელს აქციას. გაერთიანებულ ოპოზიციაში არც იმის თქმა მორიდებიათ, რომ დღეიდან სახალხო მოძრაობის კარი ბიზნესმენისთვის ღია იქნება. მინიშნებები დღეს პატარკაციშვილის გალიდერებაზეც გაკეთდა. თუ ბატონი პატრი ჩაერთვება ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, მას სრული შესაძლებლობა აქვს ლიდერი გახდეს, მაგრამ დანიშნვით არავინ არავის არ ნიშნავს აქ ლიდერად. ყველას თავის გზა აქვს, ყველას თავის ცხოვრება აქვს და ყველას თავის არჩევანი აქვს და ყველას უფლება აქვს. თუ პატარკაციშვილი განაცხადებს ბადრი პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ბადრი პატარკაციშვილმა გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ პოზიცია ჯერ კიდევ ლონდონში ყოფნისას რამდენიმე დღის წინ დააფიქსირა. მაშინ ბიზნესმენმა სახალხო მოძრაობის დაფინანსების შესახებ პირველი ღია განცხადება გააკეთა. წლების განმავლობაში ოლიგარქის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა ყოველთვის აქტუალური თემა იყო. მემარჯვენე ოპოზიციამ პატარკაციშვილს 2006 წლის არჩევნებში მონაწილეობა ღიად შესთავაზა, თუმცა შეთავაზებაზე ბიზნესმენმა უარი თავად თქვა. ერთადერთი ვინც დღეს პატარკაციშვილის გამოსვლების შეფასებისგან თავი შეიკავა, სწორედ დავით გამყრალიძის პარტია აღმოჩნდა. ბადრი პატარკაციშვილის დღევანდელ გამოსვლებზე ცოტა ხნის წინ პარლამენტში კომენტარი გააკეთა განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ ნოდარ გრიგოლაშვილი აცხადებს, რომ ის უბრალოდ არ ენდობა პატარკაციშვილის დღევანდელ განცხადებებს და ამის მიზეზად ასახელებს იმას, რომ ბიზნესმენს აქვს ორი სამშობლო. გრიგოლაშვილი ამბობს, რომ მეორე სამშობლოში რუსეთს გულისხმობს. სიგიბეც მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აღშფოთება. როცა ლიდერად მევლინება ადამიანი, რომელსაც ორი სამშობლო აქვს, მე ერთი მაქვს მხოლოდ სამშობლო და ამ სამშობლოს გადარჩენაზე ვფიქრობ და მისთვის ვიღწევ. გულისხმობ ადამიანებს, რომელთაც ფიზიკური სამშობლოა საქართველო, სულიერი სამშობლო რუსეთი, რომელიც რუსის უმაღლესი წრეების დაკვეთაზე აქ ცეკვავენ, აქ კაკანებენ, კვერცხით იხდებენ და ასე შემდეგ. ასეთები არიან სხვათა შორის. სულიერ სამშობლოდ რუსეთი რო ეგულებათ. ესეთ ხალხს ხადია არ ვენდობენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია ბადრი პატარკაციშვილმა რამდენიმე წუთშივე სიტყვით გამოსვლის დასრულებისთანავე დატოვა. დღეს ის მხოლოდ აქციის შეფასებებით შემოიფარგლა და კომენტარი უკვე ოპოზიციის შესაძლო დაფინანსების შესახებ დღეს აღარ გაუკეთებია. სოფიო ირაკლი. თამთესანიგიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში თემაზე. ზერაკლავ პარლამენტს უბრუნდება სოფო ზურაბიანი, ამჯერად გიგა ბოკერიასთან ერთად საუბრობს პირდაპირ ეთერში. სოფო, როგორია უმრავლესობის შეფასება ნინო ბურჯანაძესთან შემდგარი შეხვედრის შემდეგ. გიგა ბოკერია ერთ-ერთი იყო უმრავლესობის იმ წევრთაგან, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა. დილნე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ოპოზიციას სრულდა დიალოგი და შეხვედრა უმრავლესობის წევრებთან, მათგან სახელდებოდა ნინო ბურჯანაძე, თუმცა უმრავლესობის რამდენიმე წევრიც დაესწრო ამ შეხვედრას, იყო თუ არა მათგან რეალურად დიალოგის სურვილი. ბატონო გიგა და რაზე შეთანხმდით, ან რატომ ვერ შეთანხმდით საბოლოოდ? სამშვიდობისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაზე დიდი გაკვირვება მდგომარეობდა იმაში, რომ ეს ოპოზიციონერები მოვიდნენ
არა დიალოგისთვის როგორც თვითონ თქვეს, არამედ უბრალოდ გადმოსაცემად საკუთარი ულტიმატუმის. მართალია, შემდეგ თქვეს რომ ამ ტერმინს არ გამოვიყენებთ, მაგრამ რეალურად მათ თქვეს რომ არ აინტერესებდათ იმ მომენტში არც საუბარია, არც არგუმენტების მოსმენა, არც ჩვენგან, არც პარლამენტის თავმჯდომარისგან, ისინი უბრალოდ მოვიდნენ რომ პრეზიდენტს ამ შეხვედრის მეშვეობით გადასცენ საკუთარი მოთხოვნები და გაიგონ მისი პასუხი. ეს ძალიან სამწუხარო და მოულოდნელი იყო, იმიტომ რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნათლად თქვა შეხვედრაზეც და გარეთაც რომ დიალოგისთვის ჩვენ ადრე ძვათ ვიყავით, ეს დიალოგი ადრევე იყო დაწყებული და ყოველთვის შეიძლება და უნდა გაგრძელდეს, ნორმალურია დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ულტიმატუმების ენაზე საუბარი ამ გუნდთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან ჩვენთან არ გამოვა. ეს არანორმალურია და ულტიმატუმების ენაზე საუბრისას შეუძლებელი არ საერთოდ რაიმე შედეგი იქნას მიიღებული. ეს ის თქვა ძალიან მკაფიოდ, ჩვენმა ოპონენტებმა სამწუხაროდ გარეთ გამოსვლისას მათთვის შეუძლოთ იცრუეს და თქვეს რომ მკაფიო პასუხი არ გაგვცეს, რომ უნდათ შეექმნას შტაბ-შტილება, რომ ვიღაცა ყოყმანობს და რაღაც ეს რა თქმა უნდა არის უბრალოდ სიცრუე. ითქვა ძალიან გარკვევით რომ ჩვენი პოზიცია ძალიან მყარი იყო და რჩება, ეს თქვა პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენს თქვით არჩევნების გადმოტანასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ გადაწყვეტილება იქნა მიიღებული საკონსტიტუციო ვადა არის შემდეგ წლის ბოლოს, ეს არჩევნები იქნება დემოკრატიული, თანასწორი ყველასთვის და ქართული აღმომჩეველი გადაწყვეტს ერთ წელიწადში რომელი პოლიტიკური გუნდის ხედვა თუ კურსი მოწონს და ვისი არ მოწონს. ასე რომ ამაზეა საუბარი. არის საკითხები, რომელსაც ადრე სვავდა ოპოზიცია და ეხლა ნაკლებ ხაზს უსვავს ხოლმე მაგალითად რაღაც მაჟორიტარული არჩევნების წესი. ამაზე იქამდეც ითქვა ჩვენი მხრიდან და ეხლაც იქნა გამეორე პარლამენტის თავმჯდომარის მიერ რომ ჩვენ ადრე შევთავაზეთ ჩვენ ოპონენტებს თუ რამე ახალი იდეები ქონათ გარდა იმისა რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო მოეწოდებინათ და ჩვენც ფიქრობთ ახალ იდეებზე. ეს მუშაობა გაგრძელდება, ეს დიალოგი თუ კონსტიტუცია იქნება მიღწეული ხომ კარგი. თუ არა სამწუხარო იქნება. ეს ითქვა ძალიან გარკვევით სამწუხაროდ გარეთ ცოტა სხვა ინტერპრეტაცია მიეცა, მაგრამ შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან გარკვევით ისაუბრა. ოპოზიციამ თქვა ასევე გარკვევით ისიც, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მთავარი მოთხოვნა სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დასახელდა მათი მხრიდან არ დაკმაყოფილდება, ისინი აქციებს არ შეწყვეტენ. როგორია უმრავლესობის პასუხი ამ შემთხვევაში? ისეთივე როგორც აქამდე იყო აქციები, მშვიდობიანი ოღონდ რა თქმა უნდა და კანონის პარალელებში არის შეუულებრივი ნაწილი დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებისა. თუმცა მშვიდობიანი აქციები ადრეც იყო, მომავალშიც გაგრძელდება, მე დარწმუნებული ვარ, შეუძლებელი ის ქვეყანა იყოს, სადაც ადამიანების განსხვავებული აზრი არ ექნებათ ზოგჯერ ზოგიერთ წავედ გამოხატული და ძალიან კრიტიკულად. ამას ჩვენ უყურებთ ძალიან ნორმალურად, პირიქით ვთვლით რომ ეს ასეც უნდა იყოს. მე არ ვეთანხმები მათ მოთხოვნებს, არ ვეთანხმები სულისკვეთებას და ფორმას და იმ ისტერიას, რომელსაც ისინი აწყობდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ თავისთავად ის რომ საქართველოში ადამიანების ჯგუფი, რომელიც უმცირესობაში აღმოჩნდა არჩევნების შედეგად, არჩევნები მოიგო სხვა ჯგუფმა, გამოხატავს მშვიდობიანი ფორმით თავის პოზიციას, როგორი არაკორექტულიც არ უნდა იყოს ზოგჯერ ეს არის ნორმალური ნაწილი დემოკრატიის და პირიქით ჩვენ სწორედ ასეთ ქვეყანას ვაშენებთ. ბატონო გიგა, ბოლოს შეკითხვა, დღის განმავლობაში ბევრი ვისაუბრეთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენს მაყურებელთან. არ გამახვილებულა აქცენტი არ ყოფილა აი დანარჩენ ორ მოთხოვნაზე, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, ეს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტება, პარიტეტულად როგორც ისინი უწოდებენ პარტიული ნიშნით და მეორე შემთხვევა ისინი ითხოვენ სინდისის პატიმრების გათავისუფლებას, როგორც თვითონ რა არგუმენტები აქვს ხელში? ხო, მე მგონი მაჟორიტარულ არჩევნებზე ვისაუბრე უკვე მე, რაც შეეხება სინდისის ეგრეთ წოდებული პატიმრებს, სრულ გაუგებრობასთან საქმე, საქართველოში არ არსებობენ სინდისის პატიმრები, აქედან გამომდინარე ძალიან რთულია ამ თემაზე საუბარი რამე კონსენსუსზე, იმიტომ ძალიან პრინციპული საკითხია, რომ ჩვენთან პოლიტიკური წამსის გამო არავის არ აპატიმრებენ, ჩვენ ისინი გულისხმობდნენ ერთ კონკრეტულ ადამიანს. დიახ, თუ არ ვთქვი ბათიაშვილს. ჩვენთან არის ძალიან ლიბერალური კანონმდებლობა და ყველა ხედავს ამას ეთერში ყოველდღე და ეხლა უკვე ამ აქციაზე და ალბათ მომავალ აქციებზეც, რომ ხშირად ძალიან არაკორექტულად პერსონალური შეურაცხყოფით ძალიან აგრესიული იდეების გამოხატვა დაცულია ჩვენი კონსტიტუცია და ჩვენი კანონმდებლობით. მაგრამ ის შემთხვევა, რომელზეც საუბარი არის, ძალიან კონკრეტულ შემთხვევა, იქ არა ლაპარაკი მრწამსა, იქ ლაპარაკი კონკრეტულ ქმედებაში თანამონაწილეობაზე. და ეს ქმედება იყო შეერაღებული ამბოხი კრიმინალური ჯგუფისა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს სხვა რამე, ამიტომ ეს სინდისის პატიმრები ვერ ჩაითვლება. რაც შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიულ დაკომპლექტებას, აქაც ვერ მოვისმინეთ ვერანაირი არგუმენტი, ხო? საქართველოში ბოლო 3 წელი არჩევნები ტარდება აბსოლუტურად დემოკრატიულად, გამოხატავს სამომრჩევლობის ნებას. ეს ციან მათაც იციან ყველა ძალიან კრიტიკულმა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებმა იციან და საერთაშორისო მათ და ყველამ ეს აღნიშნა. არის ბევრი ტექნიკური ხარვეზი, რომელიც უნდა დაიხვეწოს და აქ პროგრესი ყოველთვის მისაღწევი არის, მაგრამ არსებითად ყველა შედეგი გამოხატავდა სამომრჩევლობის ნებას და ასე იქნება ერთ წელიწადშიც. ეხლა დავუბრუნდეთ იმ სისტემაში, რომელიც ფუნქციონირებდა სრული გაყალბების პირობებში, ან ნაწილობრივი გაყალბების პირობებში, როდესაც ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო პოლიტიკური ვაჭრობის ადგილი და ეს ყველას ახსოვს, ხო, რომ აი თუ გადამალახინებ ბარიერს მოგიწერ ხელს თუ არა. ძალიან სამართლ ძალიან გამჭვირვალე იყო.
გაუგებარია რატო, როცა ჩვენ ვქნით ტრადიციას საჯარო ადმინისტრაციისა, რომელიც ატარებს ნორმალურ არჩევნებს. ეს არის ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა ბატონგიდა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ეს იყო ხელისუფლების არგუმენტები იმ 4 მოთხოვნაზე, რომელიც დღეს ოპოზიციის ექვსეულმა ნინო ბურჯანაძეს და უმრავლესობის დანარჩენ წევრებს წარუდგინეს, როგორც თავად მოისმინეთ, უმრავლესობა არ აპირებს დათმობაზე წასვლას არც ერთ საკითხთან დაკავშირებით. სოფო ზურაბიანი საუბრობდა პარლამენტიდან. დღევანდელ აქციას ახალი მემარჯვენეები არ დასწრებიან. ჩვენ არ გვინდა ხელისუფლების სრულება რევოლუციის გზით განმარტავენ დავით გამყრელიძის პარტიაში. ახალი მემარჯვენეების რუსთაველის გამზირზე მისვლა სიტუაციის გამწვევების შემთხვევაში გეგმავენ. არა თქვენ ეს სამოქალაქო კოალიცია გულისხმობს ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის იდეისათვის მოძრაობის ძალიან სერიოზული მოძრაობის გაშლას და რა თქმა უნდა ეს არ ეხება 15-20 წლიან პერსპექტივას, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები და ჩემ და გასაოცრად ნაწილი იმ ადამიანებისა ლაპარაკობს, ვინც ამ იდეას მხარს უჭერს. ეს არის ამ იდეის განხორციელების რეალური გზების ძიება და ძალიან ახლო მომავალში. მეორე მხარეს დგას ხელისუფლება, რომელსაც აქვს უკონტროლო ძალაუფლება, იარაღი, ბევრი ფული და ნაკლები გონიერება, არ არის გამორიცხული, რომ მართლაც ამ აქციის გზა რევოლუციისაკენ იყოს მიმართული. ახალი მემარჯვენეები 2003 წელში რევოლუციაში არ მონაწილეობდით, არც ახლა ვაპირებთ მონაწილეობას. ახალი მემარჯვენეებისაგან განსხვავებით საერთო სახალხო მოძრაობის აქციას მრეწველები შეუერთენ. გოგი თობაძის პარტია ოპოზიციური გაერთიანების წევრი არ არის, თუმცა მოთხოვნას არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების შესახებ იზიარებს. გადაწყვეტილება მიტინგში მონაწილეობის შესახებ მრეწველებმა გოგი თობაძესთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. აი, ამდენი ხალხი აიძულა რომ მოსულიყო აქ. ამდენი ცინიზმი, ამდენი ხალხის დაცინვა, ესეთი არარეალური ეკონომიკური საკადრო პოლიტიკა, ესეთი მთელი საქართველოს გასხვისება, მისწების გაყიდვა, ეს მიუღებელია ყველასთვის. უბრალოდ გამოხატვის ფორმა უნდა იყოს ცოტა სხვა. ჩვენ ძალიან გვეშინია ერთი რამის. ამდენი ხალხი მოგროვდება. მე ვმარკნას რაღაცა პროვოკატორების გამოჩნდნენ და რამე მოხდეს, რაც საქართველოს საერთოდ დაუპარს. ჩვენ არ ვღებულობთ მონაწილეობას ეგრეთ წოდებული გაერთიანებული ოპოზიციის რაღაც საბჭორო ვართ მათ მუშაობაში, იმიტომ რომ მიმაჩნია რომ დღეს რაღაც სიტუაციის ესკალაცია დაძაბვა შეიძლება არ მოგვიტანოს კარგი შედეგი, თუმცა მე მიმაჩნია თავი და ჩვენ ყველას მიგვაჩნია ჩვენ პარტიას ვალდებულად თავი, რომ აუცილებლად ვიყოთ ხალხის გვერდზე, იქ სადაც ხალხი იქნება. ჩვენ ხალხის გვერდით უნდა ვიდგეთ ამ სიტყვებით ხელოვანთა ნაწილი რუსთაველზე აქციას შეუერთდა. მსახიობების, კომპოზიტორების, მომღერლების, ხელოვნების სხვა დარგის მოღვაწეთა თქმით, ისინი მიტინგზე არა ხელისუფლების სიძულვილით, არამედ ქვეყნის სიყვარულის გამო მივიდნენ. შედარებით მცირე ნაწილი კი პრობლემისა და პოზიციის გამოსახატად საკუთარ ხელოვნებას ირჩევს. გამოცდილებამ სხვა ნაკლებად ემოციური გზები გამოავლინა, ამიტომ გამოსავალი არა მიტინგი, არამედ ურთიერთობის აღდგენა. საზოგადო მოღვაწეების მსგავსი, მაგრამ მაინც განსხვავებული პოზიციის დეტალებზე თამარ ჩიხლაძე მოგითხრობთ. ერთად სიმღერით და ლექსებით პარლამენტის შენობის წინ პოდიუმზე ხელოვანები ავიდნენ. მერაბ სეფაშვილის სიმღერას, მაყვალა გონაშვილის ლექსები, ნუკრი ქანთარიას, გია ბურჯანაძის, ნინელი ჭანკვეტაძის და ყველა იმ მოღვაწის მოწოდებები მოყვა, ვინც საკუთარი არჩევანი მიტინგზე მისვლით დააფიქსირა. საქართველოს ერთიანობა სჭირდება და დიალოგი ხელისუფლებასთან. ძალიან დიდი ხანი გავიდა, რაც აქ ძამდებით, რაც აქ გეხართ და მე არ ვიცი რამდენი ხანი მოგვიწევს ამ ყოფნა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც კარგი იქნება, რომ ჩვენ სულმანი დიალოგი ჩაწია რა გადაგა. და მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს, იმიტომ რომ როდესაც ხალხის ნება ასეთია, მე ვფიქრობ, რომ ასეც უნდა მოხდეს ქვეყნის ხალხი. ხელისუფლება არსებობს იმისთვის, რომ ხალხს მოусმინოს. და თუ კი ამდენი ხალხისას არ შეისმენს, ეს იქნება სრული დასასრული კრახი ამ ხელისუფლების. მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მე მჯერა ქართული გენის და რაც თავარია აქ მოსული ვარ, არა ხელისუფლების სიძულვილმა კი არ მომიყვანა, ჩემი ქვეყნის სიყვარულმა მომიყვანა და მე ვიცი რომ სიყვარული არის ყველაზე დიდი ძლიერი რამ, რასაც შეუძლია მთების გადატრიალება. ხალხთან უნდა დავიდგეთ რა, ის ხალხი, ვისაც გვიცნობენ,
რა ვიცი, არტისტები იქნებიან თუ რეჟისორები თუ ხელოვნები თუ გინდა ცნობილი სახეები. უნდა ვიყოთ ხალხთან, რა თქმა უნდა. შედარებით მცირე ნაწილმა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ხელოვნება აირჩია. გამოცდილებამ უფრო სხვა გზები გვასწავლა, ამიტომ პრობლემები და სატკივარი ჩვენს ნამუშევრებში ჩანს. მხატვრების ერთი ნაწილი დღეს მიტინგზე არ წავიდა. ისე როგორც ვარდების რევოლუციის ცნობილი სახე, რომელიც გაუგებრობებსა და პროვოკაციებს მოელის. სწორედ ამ ეტაპზე, როდესაც იწყება არა ბჭყალებში არეულობა, არამედ ნამდვილი არეულობა, მე სწორად არ მომაჩნია ჩემი შინაგანი პროტესტი მაქვს ბევრი რაღაცისადმი, მაგრამ მე სხვა ფორმებიც უკვე ვისწავლე, როგორ გამოვხატო. ვარდების რევოლუცია ეს იყო დღე, როდესაც საქართველოს სტაგნაცია დაამარცხა და გადავედით რუბიკონს. ეს რუბიკონის გადალახვა არ ნიშნავს, რომ იგივე უნდა ვიმეოროთ ყოველ დღე. ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ მიტინგი ახლა გადაჭრის ყველა პრობლემას, მაგრამ არის იცით ეთყობა ჩვენ გუშინდაც უყურებდით საღამოს ტელევიზორს და არ მინდა ვთქო, რახან მე მხატვარი ვარ, რახან დღეს გამოფენა მაქვს და ჩემი მიტინგი აი აქ იმართება ჩემი ნახატებით, არ მინდა ვთქო, როგორც მოქალაქეს არ მაწუხებს ან არ მაღელობს ის, რაც ხდება დღეს თბილისში და კერძოდ საქართველოში. უბრალოდ მე მაინც იმას ვფიქრობ, რომ ეს არის დიალოგის ასე ვთქვათ, წინა პირობა. მე მაგალითად მთელი ახალგაზრდობა ახლა რო ვფიქრობ, რაღაც აი ესეთ მოძრაობებში გავატარეთ. დღეს მე აღარ მგონია, რომ მიტინგზე, რახან ჩემი თეატრის ბუფეტში ვარ, ახლა მიტინგზე არა ვარ, ან საერთოდ ერთ რაღაცას ვიტყვი თუ შეიძლება. უკიდურეს აზრებს მოაქვს ყოველთვის დიდი გაუგებრობები და დიდი ეჭვები. მოდით ნუ ავიღებთ რა უკიდურეს რაღაც პოზიციას, ვიღაცა წავიდა, ვიღაცა არ წავიდა. არც წასვლა არის პოზიცია დღეს და არც არ წასვლა პოზიცია, ხო? ფიზიკურად იქ მისვლას მე მირჩევნია, რომ აქ ჩემი საქმით გადმოცა ის რაც არის საჭირო და მიტინგზე აი რაღაცა მიჭირს ხოლმე სიარული, მართლა გითხრა, ეს ცოტა პირადულთან არის, ცხრააფრთან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრამვები ვიღე მაშინ და ძალიან ისეთი ცუდი მოგონებები მაქვს. ორივე მხარის წინაშე ერთი პრობლემა რჩება: საქართველოს ერთიანობა. ურთიერთობის აღდგენა და დიალოგი მთავრობასთან, რაც საზოგადოების ცნობილ სახეებს აუცილებლად იმედიან მომავალს მოუტანს. რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა ნინო ვარდოსანიძე გვერდება. ნინო, გისმენთ? მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგა, ოპოზიციის წარმომადგენლები და ასევე აქ მყოფი ადამიანები არიან უკმაყოფილონი, ისინი აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ არ გაიზიარა მათი მოთხოვნები და ეს მოთხოვნები იყო საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. თქვენ ახლა შეგიძლიათ კადრში ნახოთ, თუ რა ხდება ამ წუთებში პარლამენტის შენობასთან. ხალხი არ იშლება, მათ უჭირავთ, მათ უმეტესობას უჭირავს ხელში სანთლები, ისინი აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. იმის შესახებ, თუ როგორ დამთავრდა მოლაპარაკება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებმა აქ მყოფ ადამიანებს ეს შედეგები გააცნეს რამდენიმე წუთის წინ. ჩვენ ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ გოგა ხაინდრავას და სალომე ზურაბიშვილის კომენტარები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დამთავრდა შეხვედრა და რას აპირებენ ისინი მომავალში. გურჯანაძემ განაცხადა, რომ გადავცემ პრეზიდენტსო და პრეზიდენტზე გადაცემებულია დიდი ხანია ეს ჩვენი მოთხოვნები, ჯერ კიდე 2 კვირის წინ გადავეცით. დროს ჭიმავენ რა, ფიქრობენ, რომ ეს ხალხი აი ესე ჩაცხრება, არაფერი არ ჩაცხრება. ქართველ ხალხს ეხუმრებიან და ქართველ ხალხს ეთამაშებიან და არავის არ ურჩევა მის გაკეთებას. ანუ ეს შეთანხმება დღეს შედეგებში აღნიშნა. არაფერი შეთანხმება არ არის. ჯერჯერობით შეთანხმება იქნება საპრეზიდენტის კონსტიტუციურ ვადაში არჩევნების დანიშვნა. ეს ხალხი ითხოვს ის, რაც არის მინიმალური, ელემენტარული ხოდა ნებისმიერი მსოფლიოში დემოკრატიის და ცივილიზებული ქვეყნის. ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო ძალიან ცოტა. ეს ხალხი აქ დგას და თქვენი გადასაწყვეტი არის. თქვენ გინდათ იყოთ კიდევ ცოტა დრო ამ ერის, ამ ქვეყნის პრეზიდენტი.
მოსახლეობა იყო საკმაოდ ოპტიმისტურად განწყობილი. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ იმ ადამიანების კომენტარები, რომლებიც ჩვენთან საუბარში აცხადებდნენ, რომ ხელისუფლება აუცილებლად წავა დათმობაზე. ისინი ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები აუცილებლად დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს არ იქნება ადეკვატური პასუხი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ახლა შეგვიძლია მათი კომენტარები მოვისმინოთ. ძალადობა არც ერთ მხარეს არ აწყობს, იმიტომ მე ვფიქრობ, ქართველი ხალხი ძალიან გონიერა, მით უმეტეს გამოცდილება ჰქონდა ამ ხელისუფლებას და თავს არ შეირჩხეს. იცით რატომ? მთელი მსოფლიო თვალყურს გვადევნებს და ამ თავის იმიჯს და რეიტინგს ვერ დასცემს ჩვენი ხელისუფლება. რაც უფრო კარგად დასრულდება ყველაფერი, მათთვის მომგებიანი იქნება და ქართველი ხალხისთვისაც კარგი იქნება. ამ შეხვედრისგან ველოდებით, დადებით პასუხს, რომ ხელისუფლება არ აქვს სხვა გზა თუ არ წამოვა ამ დიალოგზე და თუ არ შეცვლის თავის გადაწყვეტილებებს არაკონსტიტუციურს. და აუცილებლად ის მოთხოვნები, რომელიც დღეს აგერ ამდენ ქართველ ერს აქვს, აუცილებლად გადაწყვეტს დადებითად. გამოშვების მსვლელობისას ჩვენ დავუბრუნდებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. პირველი კოლონა კახეთიდან თბილისში გუშინ 10 საათისათვის შემოვიდა და ახლობით 1 საათში კი დედაქალაქში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წამოსული ავტოკოლონები ჩამოვიდნენ. მთელი ღამის განმავლობაში პარლამენტთან 2 ნოემბრის დადგომას ზეიმობდნენ, თუმცა ღამეს მცირედი ინციდენტების გარეშე მაინც არ ჩაუვლია. ოპოზიციის მიტინგზე დასასრებად პირველი ავტოკოლონა თბილისში კახეთიდან 1 ნოემბერს დაახლოებით 22 საათზე შემოვიდა. 1 საათის შემდეგ კი დედაქალაქში უკვე დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან წამოსული აქციის მონაწილეები ჩამოვიდნენ. თბილისში შემოსულმა ოპოზიციის ლიდერებმა რეგიონებიდან წამოსულ მოსახლეობაზე განხორციელებულ ზეწოლასა და ავტოკოლონების მოძრაობის შესაფერხებლად სამართალდამცველების ქმედებებზე გააკეთეს განცხადებები. გამოვარღვიეთ ის დაბრკოლებანი, რომლებიც აღგვიმართა გზაზე ხელისუფლებამ, ჩვენ ჩამოვედით, რათა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა დიქტატურასთან. გმირი ვაშკაცი ხალხი გამოჩნდა, მძღოლები, რომლებიც თავისი რისკით წამოვიდნენ. 5 ავტობუსი, 1 სამარშრუტო. გააჩერეს ის სამარშრუტო, გააჩერეს ავტობუსი, მერე კიდევ 2 ავტობუსი თავისი ინიციატივით შემოგვიერთა. მერე 6 შემოგვიერთა ათეულობით სამარშრუტო ავტობუსი, ასეულობით მანქანა და ასეულობით მანქანა დაიძრა კახეთისგან და დაახლოებით შუაღამისთვის რეგიონებიდან წამოსული მოსახლეობის დიდი ნაწილი უკვე პარლამენტთან იყო შეკრებილი. 12 საათამდე რამდენიმე წამით ადრე აქციის მონაწილეებმა დროის ათვლა დაიწყეს. 3 2 საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს პარლამენტის შენობაზე კარიკატურული პლაკატი დახვდათ გამოფენილი. ყარაბას ბადრიბოსი და ბადრიონეტების ავტორი წუხელ ნახატთან არ გამოჩენილა, მაგრამ ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელწერის მიხედვით იდეის ავტორი და შემსრულებლები ცნობილია. მიუხედავად ერთსულოვნებისა, წუხელ პარლამენტთან ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის რამდენიმე მცირე ინციდენტი მაინც მოხდა. დაპირისპირების განმუხტვა მალევე მოხერხდა. მოჩხუბრები პირადად ლიდერებმა გააშველეს. საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და პარალელურ ქუჩებს ამ დრომდე საპატრულო პოლიციის ჯგუფები აკონტროლებენ. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პოლიციას აქციაზე მისული მოსახლეობის შეფერხება აქვს დავალებული. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ სამართალდამცველების საცობების შექმნის თავიდან ასაცილებლად პარლამენტთან ღამის განმავლობაში შეზღუდვები მოქმედებდა. საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან შეძახილები და მილოცვები დილამდე ისმოდა პარლამენტის წინ ახალი ოპოზიციური პერიოდის დადგომას 2 ნოემბრის გამთენიამდე ღვინით აღნიშნა.
ჩვენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას უბრუნდებით აქციიდან პირდაპირ ეთერში მზერის სტუმარი დავით ზურაბიშვილი იქნება. დავით ზურაბიშვილი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში ისაუბრებს. ქართული ოპოზიციის საპროტესტო აქციას უცხოური ტელეარხები მთელი დღის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგი BBC-ს, Euronews-ის, უკრაინული ინტერის და რუსული ტელეარხების მთავარი თემა იყოს. დღეს პარლამენტის წინ მოვლენების გასაშუქებლად ირანელი ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ. ამის შესახებ მზერა რამდენიმე წუთში მანამდე კი დავით ზურაბიშვილი იქნება მზერის მომდევნო სტუმარი. ბატონ დავით, მოგესალმებით და ჩვენი პირველი კითხვა უმრავლესობა შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ არჩევნები მაინც შემოდგომაზე ჩატარდება. დაელოდებით თუ არა პრეზიდენტის პასუხს და როდემდე? ჩვენი მოთხოვნები, რაც შეეხება ეს არჩევნებს, ეს არის პრაქტიკულად ისეთი მინიმალისტური მოთხოვნები იმ განწყობასთან შედარებით, რაც არის მთელ საქართველოში. მე ამას ვარ სრული პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ 100,000 მეტი კაცი რომ მოვა 4 მილიონიან ქვეყანაში, ეს ჩათვალეთ რომ მთელი ქვეყანა გელაპარაკება რა, 100. ხოდა როდესაც მთელი ქვეყნის მოთხოვნა არის გაცილებით რადიკალური, მოითხოვეთ და ჩვენი მოთხოვნები არის ძალიან მინიმალისტური ამ სიტუაციაში. ჩვენ ახლა ასეთ პასუხებს ბუნებრივია ვერ მივიღებთ და ჩვენ გვაინტერესებს პრეზიდენტის აზრი. რა ქვეყანაში გადაწყვეტილებას ღებულობს პრეზიდენტი. და ჩვენ მზად ვართ ამ საკითხებზე დიალოგის გამართვას. ბატონო დავით, ფაქტია რომ კომპრომისზე არ მიდის. უმრავლესობა ამის შესახებ გიგაბოკერიამ რამდენიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რა იქნება გამოსავალი, როგორია გამოსავალი. აზრი მე მართალი გითხრათ, არ მაინტერესებს აბსოლუტურად. ეს ამ კაცს რა კომპრომისებად წავიდეს, მისთვის არ აქვს აზრი. ეს არის ადამიანი, რომელმასაც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს არათუ ხელისუფლებაში, არამედ საქართველოში. ბატონო დავით, დაახლოებით იგივე თქვა და ნინო ბურჯანაძემაც. ბატონო დავით, იგივე თქვა ნინო ბურჯანაძემაც. რა გეგმები გაქვთ? მაგრამ თქვენი ჩვენ გეგმები გვაინტერესებს პრეზიდენტის აზრი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მათ გონს ვერ მოეგებიან ელემენტარულად, თუ ვერ მიხვდებიან რომ ის მოთხოვნები, რომელსაც ოპოზიცია აყენებს ამ შემთხვევაში და შუამავლად გამოდის ხალხსა და ხელისუფლებას შორის, თუ ისინი ვერ მიხვდებიან და ვერ იგრძნობენ, თუნდაც იმ ზიზღის რაღაც ოდნავ ხარისხს მაინც რაც აი 100,000 ადამიანი განიცდის მათ წინაშე, ძალიან ცუდად იქნება მათი საქმე, რა პირდაპირ ვამბობ. თუმცა ბატონო დავით, იმ შემთხვევაში თუ ბატონო დავით, ქვეყნის საქმე იქნება ცუდად, მე მინდა, მე არ მჭირდება და არავის არ მჭირდება და ოპოზიცია ძალიან კონსტრუქციული იყო და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოვლენებმა არ მიიღოს, არ გადავიდეს რაღაც არასამართლებრივ ჩარჩოებში. ბატონო დავით, აქვე მინდა კითხოთ, თუ შეიძლება თუ პრეზიდენტმა არ უბასხო თქვენს ულტიმატუმს, რა გეგმებია მაშინ ოპოზიციას? ჩვენ ასევე მივმართავთ არამარტო რა თქმა უნდა გავაგრძელებთ ამ მოთხოვნებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხვალაც ამ მიტინგს და არანაკლები ხალხი იქნება გარწმუნებთ, არანაკლები თუ უფრო მეტი არა. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგს, რათა მათ ამ უგონო ხელისუფლებას ცოტა აზზე მოიყვანონ და ცოტა მისცენ ის რჩევები და დარწმუნებული ვარ რომ ვაიძულებთ იყვნენ გონიერები. ჩვენ ამას ვფიქრობთ. თორემ მათი უგონობა მე არ მაინტერესებს, მას სადაც უნდა იქცასულა. მე არ მინდა რომ ეს ქვეყანა გადაიჭეროს სადაც ხრამში. ბატონო დავით, რისი ნიშანი იყო დღეს აქციაზე ბადრი პატარკაციშვილის შემოერთება? იგი არის თუ არა ოპოზიციასთან ერთად უკვე? ბადრი პატარკაციშვილმა თავისი აზრი გამოხატა. მან ძალიან კარგი სიტყვა წარმოთქვა. მე ვიტყოდი, მან თქვა რომ ის არის ერთ-ერთი მოქალაქე, ჩვეულებრივი მოქალაქე, არავითარ პრეტენზიები სხვა არ აქვს და არის, რა თქმა უნდა, ხალხთან ერთად. ჩვენ ერთი რამე ვერ გაიგეს, ვინც უა პატარკაციშვილის სახელს ატრიალებს. აქ თქვენ საქმე პატარკაციშვილთან, ზურაბიშვილთან, აქ შარტავასთან თუ მასთან კი არა გაქვთ ხიდაშენთან. აქ საქმე გაქვთ საქართველოსთან. ბატონო, მე ხელისუფლებას მიმართ. ეს განწყობა არის საერთო. თქვენი ეს ამ ქვეყანაში ეს უკმაყოფილება ხელისუფლებით არის საერთო საფუძვლიანი. უძირითადეს რაღაცეებს ეხება ეს ყველა. შეურაცხყოფილია ეს ამ ბატონ დავით, მაინც როგორ ფიქრობთ, გამოიღებს თუ არა ეს საპროტესტო აქციების შედეგს, თუ გაქვთ ამის იმედი? სამწუხაროდ ტექნიკური პრობლემა არის ბატონო დავით. ჩვენ ვაგვარებთ ახლა პრობლემებს, ჩვენ ვუბრუნდებით ბატონ დავითს, თუ შეიძლება ბატონ დავით, იქნებ გვიპასუხოთ ბოლო კითხვაზე, გამოიღებს თუ არა შედეგს საპროტესტო აქციები? ვფიქრობთ, რომ შედეგი იქნება აუცილებლად, იმიტომ რომ საქართველოს ნება არის გამოხატული. მე არ ვარ პათეტიკური ადამიანი და არ ვლაპარაკობ გადაჭარბებით. მართლა გეუბნები. მთელი საქართველო მოვიარე და დღესაც ეს იმის დასტურია, რომ ესაა განწყობა ქვეყანაში. ეს უნდა მიხდეს ხელისუფლება და მასია სრულიად დამოკიდებული მოვლენები როგორ წარიმართება. ეს არის ხელისუფლების გონიერების დასტური იქნება კომპრომისზე წასვლა.
მეტი არაფერს. არ წასულა კომპრომისზე, იქნება მათი უგონობის დასტური. მადლობა ბატონო დავით ზურაბიშვილი პასუხობდა მზერის კითხვებს პირდაპირ ეთერში რუსთაველის გამზირზე. გამართული მიტინგი BBC-ს, Euronews-ის, უკრაინული ინტერის და რუსული ტელეარხების მთავარი თემა იყო. დღეს პარლამენტის წინ მოვლენების გასაშუქებლად ირანელი ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ. მსოფლიო მედიის მზერა 2 ნოემბრის თბილისზე ია შათირიშვილის რეპორტაჟი. თბილისში განვითარებულ მოვლენებს განსაკუთრებული ინტერესით უკრაინელი ჟურნალისტები აკვირდებიან. დანიჯისფერი რევოლუციის შემდეგ კიევში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, თუმცა კიეველები მაიდანსა და რუსთაველის გამზირს შორის მსგავსებასთან ერთად განსხვავებებსაც ხედავენ. ქართველები იდეისთვის იბრძვიან, მათ ქუჩაში გამოსვლის მატერიალური ინტერესი არ ამოძრავებთ, ამბობენ ისინი. К нам приходят люди стоять на митинге в основном за деньги. А здесь показательно то, что все пришли стоять за идею, действительно отстаивать свои права. Но принимать что-либо сторону оппозиции или правительства не нужно, потому что вряд ли при смене власти в Грузии что-то изменится, а второй революции страна не переживет. Говорит, что эти акции... რუსთაველის გამზირზე გამართული მიტინგის თემით იწყებდნენ რუსული ტელეარხების საინფორმაციო გამოშვებებს. ვარდები და ეკლები, ანუ ქართული ოპოზიცია პრეზიდენტ სამსახურის გარეშე დატოვებას პირდება. რუსული მედია თბილისის დღევანდელ მოვლენებსა და 2003 წლის 2 ნოემბერს შორის პარალელს ავლებდა. ისტორია მეორდება მაშინაც და ახლაც საპროტესტო აქციის მიზეზი არჩევნები გახდა, თუმცა ამჯერად ადრესატი შეიცვალა.